გამარჯობათ. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ჩაფიქრებული პიროვნება დაგიბრუნებს თუ არა ვალს. ყველა ადამიანს თითქმის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია სიტუაცია, როდესაც ყოლია მევალე. ადამიანი უზეცფული გაუსესხებია და შესაბამისად შემდეგ ბოლოდინების თემაში არის და როგორც წესი ყოველთვის პრობლემური ხდება ხოლმე. შესაბამისად, ნახავთ ამ თემაზე. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე, ასევე ენერგობალანსებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ, ასევე ჩემი არხის გამოწერა. მაშასადამე პირველი სიტუაცია, პირველი ადამიანი, მეორე სიტუაცია, მეორე ადამიანი და მესამე სიტუაცია, მესამე ადამიანი. თემა არის კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩაფიქრებული პიროვნება თქვენი მევალე თანხას დაგიბრუნებს თუ არა. მოდით ვნახოთ. პირველი ვარიანტის შემთხვევაში. შეხედეთ პირველი ვარიანტის შემთხვევაში პირდაპირ ამოდის განულების სიტუაცია, ეს პირდაპირაც მანიშნებელი არის იმის, რომ კი შესაძლებელი არის თანხა დაგიბრუნოს, გაგინულოს, უბრალოდ აქ უფრო მეტად მიჩვენებს, რომ თუ კი სიტუაციურად უფრო მეტად მომთხოვნი არ გახდით, უფრო მეტად არ მიაწექი სიტუაციურად, ეს ადამიანი რაღაც მომენტებში შეიძლება სულელათაც აღიქვავდეს და ადვილად მანიპულირებად ადამიანად. ადამიანს, ვისაც შეიძლება რომ თავი შეაცოდო, ადამიანი, ვისაც შეიძლება რომ გარკვეული კუთხით ხელზე დაგიხვიოს, ესე ცუდი ნათქვამი არის, მაგრამ ძალიან პირდაპირი არის, ხო? ასე რომ აქ დაბრუნების შანსები არის, მაგრამ ძირითადად შესაძლებელი არის დროში გაგიწელოს. ამიტომ თუ გინდა რომ უფრო დროულად მიიღო ვალის სიტუაცია, მაქსიმალურად მოთხოვნილება გააკეთე, როგორც კანონმდებლობის კუთხით, თუ კი საჭირო გახდება, ან გარკვეული ადამიანების ჩართულობის ფონზე. ეს ყველაფერი მიღწევადი იქნება. მეორე ვარიანტის შემთხვევაში დაგიბრუნებს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი ვალს. აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ვალის დაბრუნების მეთოდი, რომელიც შეგიძლია შენ რომ გამოიყენო, ეს არის სამართლებრივი სტრუქტურა. შენ თუ ერთხელ პირობითად დაელაპარაკე სიტყვიერი კუთხით და ვერ შეიგნო და არ შეიგნო, მსგავს შემთხვევაში პირდაპირ სამართლიანობა ამოდის, სასამართლო სიტუაციები ყველანაირად უნდა მიმართოს სპეციალურ ორგანოებს, რის საფუძველზეც მოახერხებ არსებული თანხის ამოღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალე, რომ ეს ფული დაკარგული არის. და მესამე ვარიანტი. მოხერხდება თუ არა ფულის დაბრუნების სიტუაცია, იცი როგორი მომენტი არის, შესაძლებელი არის პირდაპირ მნიშვნელობით ამ ადამიანმა ცოტა გაძლიოს ფული და იმდენად დაიროიტყვიან ხოლმე ამ ცოტა ფულის მოცემის სიტუაციაზე ვერც გაიგო, რაში გამოიყენა ეს ფული, ხვდები გეხარჯინოს მოცემული თანხა. ანუ ერთიანი თანხის მოცემის შანსები ფიზიკურად არ არის. ცოტა ნელ-ნელა შეიძლება მოგცეს, მაგრამ ბარაქ როგორც სიტყვენ არსებულ ფულს არ ექნება. შენი მხრიდან საჭირო არის კატეგორიულად დასმა სიტუაციის, შენ გააკეთებ ამას, მიიღო თანხა, ოკეი. არ და მაშინ სხვა ძალებს მიმართავ. ანუ ფაქტურად უფრო მეტი სიმტკიცის გამოვლინება გჭირდება, თორე ის რაც ცოტა გაძლევს, ეს არ იქნება შენთვის საკმარისი, ანუ რეალურად რაც შეიძლება რომ გინდოდეს. გისურვებ წარმატებას და ბედნიერებას. ნახვამდის.